სახელითა, მამისაითა, დადისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. აჰა ესე რა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შვენიერ, არამედ დამკვიდრებად ძმათა ერთად. ამბობს სალმონი და ეს არის სწორედ ეკლესიაზე ნათქვამი. და ესე იგი სალმონი ამბობს, რომ ამაზე კარგი და ამაზე მშვენიერი არაფერი არ არის, რაც არის ეკლესია და ჩვენ მადლობთ უფალს იმისთვის, რომ ჩვენ ჟამითი ჟამად ვიკრიბებით და მადლიერებას აღუვლენ ჩვენს უფალს, რომელმაც ესეთი მადლი მოსცა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და ჩვენს წინაპრებს. რომელთა შორის ერთ-ერთი ხსენიერ დღეს ეკლესია ეს არის წმინდა ამბროსი ამსარებელი ამბროსი ხელაია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც პატრიარქად აღსაყრდა 1921 წელს. თუ გახსოვთ, რა დრო არის ესა და რა ჟამია, ყველა კარგად წარმოიდგეთ, რა რთული იქნებოდა ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის საჭესთან საჭის პრობა და საქართველოს ეკლესიის მართვა. და საკმარისია გადახედოთ აი ამ წმინდანის ცხოვრებას და დაინახოთ თუ როგორ ქმედითად დგას იგი თავის საყდარზე და როგორ მამობრივად ზრუნავს საქართველოსთვის, საქართველოს ეკლესიისთვის და არა მარტო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ როდესაც მას სასამართლოზე დაუსვეს შეკითხვა, რომ ესე იგი მისი გაგზავნილი წერილიდან გენუის კონფერენციაზე ერთ-ერთ მონაკვეთზე დაუსვეს შეკითხვა, რომ ეს პოლიტიკურია თუ რელიგიურია, ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურია თუ რელიგიურია. და მან უპასუხა, პოლიტიკურიც არის და რელიგიურიც არის, იმიტომ რომ როდესაც საქართველოს საზღვრები ეკარგებაო, საქართველოს ეკლესიას კარგავს შესაბამისად ტერიტორიებსო. და ნათლად ჩანს მის ცხოვრებაში, ჩვენ როდესაც გადავხედავთ, ნათლად ჩანს თუ როგორ თავდადებულია იგი საქართველოს ეკლესიისთვის, როგორც დღევანდელ სახარებაში ბრძანებს უფალი, მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმა კეთილმან სული თვისი დაზდვის ცხოვართათვის. და ჭეშმარიტად იყო იგი მწყემსი კეთილი და სული თვისი დაზდო ცხოვართათვის. დღევანდელი სახარების ბოლო მუხლები იკითხება ასე: და სხვანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელი არა არიან ამის ეზოისაგანი, იგინიცა ჯერ არიან მოყვანება ჩემდა და ხმისა ჩემისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ესე იგი, ბრძანებს უფალი, რომ ანუ ამ სახარების აი ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ყველა ქრისტეს ცხოვარია. მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ. ოღონდ სიტყვები არის ესეთი, რომ სხვანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელიც ჯერ არ არიან ამის ეზოისაგან, ანუ ისინი ჯერ არ არიან მოსულები, მაგრამ იგინიცა ჯერ არიან მოყვანება ჩემდა, ჯერ არს ნიშნავს, რომ უნდა მოსაყვანები არიან. აი ეს მისია არის სწორედ სასულიერო დასის. ძირითადი მისია სასულიერო პირის არის ის, რომ ქრისტეს გაბნეული ცხვრები, ყველანი ქრისტეს გაბნეული ცხვრები არიან, მოიყვანოს ეკლესიაში. აი ამას არწმუნებს ქრისტე ხელდასხმულ სამღვდელო პირს და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, როდესაც ერწმუნება ადამიანს რომელიმე ეკლესიის პატრიარქობა ან ეპისკოპოსობა და ფაქტიურად აი ამ მისიისთვის შეწირული არის სასულიერო პირი და განსაკუთრებულად პატრიარქი. აი მაგალითად მე ჩვენ პატრიარქზე ვიტყვი, რომ ესე იგი წლები, რომელიც მე ეკლესიაში მოვიდა უყურებ მის მოღვაწეობას, ფაქტიურად მას თავისი თავი უარყოფილი აქვს. თავისი პიროვნება, ღირსება,
სახელი, პატივი, ყველაფერი უარყოფილი აქვს. არაფერზე არ ესე რომ თქვა ნაღლობს გარდა იმისა, რომ აი ეს მისია შეასრულოს, რომ იგინიცა ჯერ არიან მოყვანება ჩემთან. და სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ჟამს იყო სხვადასხვა სირთულეები საქართველოს ეკლესიაში და შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ჩვენი პატრიარქი აღსაყრდა, ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, როდესაც აღსაყრდა, ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ასევე ურთულესი პერიოდი იყო, როდესაც წმინდა ამბროსი ხელაია აღსაყრდა საქართველოს გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს გასაბჭოების პერიოდია და გასაგებია ეხლა რა როგორი ზეწოლა იყო ეკლესიაზე. მან ესე იგი გითხარით, რომ ქმედითად მოქმედებს ის, არა ისე რომ მარტო რომ სახელად არის და მარტო ქადაგებით ამით არ შემოიფარგლება, არამედ გენუის კონფერენცია ხა ვიცით როგორი მასშტაბური იყო და იქ გაგზავნა წერილი მან. აი ამ წერილში წერს თუ როგორ შეურაცხყოფენ ქართველ ერს, როგორ ძარცვავენ ეკლესიებს, როგორ იდეუნება ქართული ენა და გენუის კონფერენციის სხვა სახელი ერქვა ამ მიზეს, ამ შეკრებისას, მაგრამ სინამდვილეში შემდგომში ისტორიაში არაფერი არ იმალება და შემდგომში გაირკვა, რომ გენუის კონფერენციის მთავარი მიზანი იყო რუსეთის მდიდარი ნედლეულის დაბრუნება საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ამბროსი ხელაიას წერილი წაკითხული იქნა, მაგრამ ისინი არ დაუპირისპირდნენ რუსეთს. როგორ დაუპირისპირდებოდა, როდესაც მათი მიზანი იყო ის, რაც გითხარით, ხო? და 1922 წელს გაასამართლეს წმინდა ამბროსი ხელაია. მე მინდა რომ ბრალდება წაგიკითხოთ, აი უბრალოდ რა ბნელი დრო იყო, აქედან კარგად ჩანს, რომ რა ბრალდება წაუყენეს წმინდა ამბროსი ხელაიას. 4 ბრალდება იყო. კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია მონასტრებში დაცული საგანძურის დამალვა, ძარცვავდნენ ეკლესიებს და რა უნდა იქნა აბა პატრიარქს და სასულიერო პირებს, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის, ეს სამხედრო ტაძარი იგულისხმება მათ ესე დაარქვეს, ეხლა სადაც თავრობის სასახლე არის, მათ ეკლესია იყო და მაგას თვლიდნენ სამხედრო ტაძრად და სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა. აი ეს იყო ბრალი, რაც წაუყენეს წმინდა ამბროსი ხელაიას. და აი ამბროსი ხელაია წმინდანადაც რო არ იყო შერაცხილი და უბრალოდ საერთოდ ისე უბრალოდ ერისკაცი რო ყოფილიყო და პიროვნება, მან თქვა სიტყვები, რომელიც არასდროს არ მოკვდება. ეს სიტყვები არის ესეთი სასამართლოზე. ჩემი სულიო ეკუთვნის ღმერთსო, ჩემი გული ეკუთვნის საქართველოსო და ხორცს რაც გინდათ ის უყავითო. აი ეს არის მისი სიტყვები. ესეთი თავგანწირვა არის პატრიარქობა და ეკლესიის საჭედყრობელობა და მას დახვრეტა მიუსაჯეს. მაგრამ შემდგომ შეუცვალეს, ვინაიდან და რადგან უკვე ასაკიანი იყო, 8 წლით პატიმრობა და ამნისტიით გათავისუფლდა. და მაშინ მეტეხის ეკლესია რო არის, მან იყო ციხე მაშინ, მან ყავდათ მაგ ციხეში და ციხიდან რო გამოვიდა, მეტეხიდან სიონამდე რა მანძილია, ხო იცი, ციხიდან რო გამოვიდა, დაინახა ვიღაცამ და გამოვიდაო ციხიდანო და სანამ მეტეხის ეკლესიიდან, მეტეხის ციხიდან სიონის ეკლესიასთან მივიდოდა, ტევა არ იყო ხალხის გაივსო. ხო და ამბროსი ხელაიამ თქვა ესეთ სიტყვები, რომ საქართველოსიო ქრისტიანული სულიო არ ჩაკვდებაო, ცოცხალიაო და არ ჩაკვდებაო. და აი ამ საუკუნეების მერე ჩვენ ამ სიტყვებს ვიმეორებთ. ნუგეშად გვაქვს ეს სიტყვები. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იყო, რომ ეკლესიები იძარცვებოდა, სასულიერო პირები
და პირდაპირ ანადგურებდნენ, პირდაპირ ნადგურდებოდნენ სასულიერო პირები, ბრალდებები, აგერ ნახეთ რა ბრალდებები ჰქონდათ, რის გამოც და იხურებოდა ეკლესიები, ბრკოლდებოდა ხალხი, ისიც აი ყველაზე მეტად ქართველი კაცისთვის შეურაცხყოფა იყო, რომ ეკლესიაში ქართული კვერექსები და წირვალოცვა აღარ ისმოდა, ეს კანონით აიგზავნა. ხო და ხალხი აღარ მოდიოდა ეკლესიაში. წარმოიდგინეთ, მაგრამ და რა თქმა უნდა პატრიარქი ამას განიცდიდა ყველაზე უფრო, ვისი მისიაც იყო ის, რომ მოიყვანოს ადამიანები ეკლესიაში და ხედავს, რომ ადამიანები ეკლესიიდან მიდიან. და პირველ რიგში ამას განიცდიდა ციხეში მისი შვილი იხსენებს, რომ როდესაც მიდიოდიო, რამოდენიმეჯერ ნახა ციხეში. ყოველთვის მხნეთ იყო. რა თქმა უნდა, ის არ დაანახებდა თავის შვილს, მაგრამ რა დიდი ტკივილი იქნებოდა მისთვის, აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ციხეში ჰქონდა ზეწოლა, რომ გადადექიო შენო პატრიარქობიდან. ეს საერთოდ ესე ახდება, პატრიარქი რო აირჩევა, ის სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი. ან თვითონ თუ გადადგება, არა იყო ისტორიაში, რომ გადადგა კიდეს, მაგრამ არ უნდა გადადგეს. ხო და ანუ ციხეში ამ ზეწოლას უძლებდა, წარმოიდგინეთ, მაგრამ ყველაზე უფრო მას ტკიოდა ის, რომ ხალხი დაშორდა ეკლესიას. და როდესაც გამოვიდა, ამინისტიით გამოვიდა და მეტეხიდან სიონამდე, როგორც გითხარით, ესე იგი, ხალხი გაივსო ტაძარი, ტევა აღარ იყო, აი, მაშინ გაიხარა პატრიარქმა და თქვა, რომ ქართველ ხალხშიო ქრისტიანული სული არ ჩაკვდებაო. ხო და აი მისი ხსენება არის დღეს. ხო და ჩვენ ვხედავთ, აი, რამდენად დიდია ქართული სული, ქართული მამაშვილობა, ყველაფერში დიდი ნიჭი არის ჩადებული ქართველ ადამიანში და მე მინდა შევთხოვო დღევანდელ დღეს წმინდა ამბროსი ხელაიას, რომ ეხლა თქვენ ისით, რომ წმინდანების ჩვენ გარდაცვალების დღესასწაულს დღესასწაულობთ, იმიტომ რომ თუ აქ რომ იყო ამხელა კადნიერება ქონდა უფლის წინაშე გარდაცვალების შემდგომ 1000-ჯერ უფრო მეტია უფლის წინაშე მისი სიახლოვე და დღეს იგი უფლის საყდრის წინაშე დგას და მე მინდა ვთხოვო, რომ პირველ რიგში ჩვენი პატრიარქი მინდა შევავედრო, ჩვენი ხსოვანი პატრიარქი, რომელმაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მას ესე იგი პირადი ყველაფერი უგულებელყოფილი აქვს. ერთადერთი მისი ფაქტი აჩვენებს ამას, ისიც მე რომ გავჩერდეთ, ჩვენ რომ გავჩერდეთ, ფაქტი აჩვენებს იმას, რომ თუ როგორ გამრავლდა ეკლესია, როგორ გამრავლდა სასულიერო დასი, რამდენი რამ მოხდა მისი მოსვლიდან დღემდე და დედაღვთისმშობელს ის დღესაც ხელის გულზე ყავს და მიგვატარებ ჩვენ და მას აქვს ნათქვამი ესეთ სიტყვები, რომ მე არსად არ წავალ, სანამ საქართველო არ გავა სამშვიდობოს. ესეც მისი სიტყვები არის, რომელიც აჩვენებს მის ესე იგი მამამთავრულ მოღვაწეობას და სიყვარულს და შევთხოვთ წმინდა ამბროსი ხელაიას დაიფაროს ჩვენი პატრიარქი, დაიფაროს ჩვენი ეკლესია. ძალიან დიდი ბრძოლები გამოვიარეთ და ძალიან დიდი უფრო მეტი გვაქვს წინ კიდე, რო იცოდეთ. ამიტომ არის, რომ გეუბნებით ხოლმე, რომ ცოტა მტკიცეთ, მოდი აი ლოცვები წავიკითხოთ, მოდი რაღაცა მოსალოცად მივდივარ თუ რაღაც არის, ყველაფერი ამისთვის არის საყვარელო, რომ თქვენ გაძლიერდეთ, იმიტომ რომ ხვალ რა იქნება არავინ არ იცის და ის 1921 წელი თქვენ რა გონია პროცესი კი არ იყო ეს, უცებ მოხდა ეს ყველაფერი, მიხვდით? უცებ მოხდა ეს ყველაფერი. აი დღეს რო ყვავის ეკლესია და ხვალე რო დაიწყოს განადგურება ეკლესიის. აი ესეთი იყო, ესე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ თქვენ გაგაძლიეროთ ღმერთმა, ჩვენ გავგაძლიეროთ, ილოცეთ ეკლესიისთვის, რომ სასულიერო პირები მიუძღვიან აი ამ გადარჩენის საიდუმლოს. ძალიან დიდი საიდუმლო აღესრულება საქართველოს ისტორიაში ბოლო ჟამია თქვენი სიდრა და იმ მისიას, რომელიც მისიას აქვს საქართველოს, რასაც იოანე ზოსიმი ამბობს, რომ დამარხულა არ სენაიგი ქართული ვიდრე ჟამადდე მეორედ მოსვლისა და მეორედ მოსვლის დროს ამერით ამხილოს ღმერთმა. კაცობრიობა ეს მისია დაწყებულია და ამ მისიას, როგორც ყოველთვის ყველა მისიას საქართველოში მიუძღვება სასულიერო დასი. ამიტომ ილოცეთ სასულიერო პირებისთვის, თქვენი მოძღვრებისთვის, პავლე მოციქული ნახეთ რა შეუმევა თავის მეუს, რომ
ილოცეთო რომ მეო სიტყვა მომეცეს აღებასა პირისა ჩემისასო. ესე იგი, სიტყვა რომელიც ჩვენ რო უნდა წარმოვთქვათ, ესე თქვენზეა დამოკიდებული. რამდენად თქვენ წყურვილი გექნებათ, რამდენად თქვენ ილოცებთ რომ ღმერთო მიეცი ჩემ მოძღვარ სიტყვა რომელიც მე დამაპურებს. ხო? ხო და ჩვენ კიდე შევეცდებით რომ თქვენ შეგეციოთ აი ამ რთულ ცხოვრებაში ძალიან პიროვნულადაც დიდი განსასწრებია, ერთსაც დიდი განსასწრებია, სოფლიოს დიდი განსასწრელი აქვს, იმიტომ რომ ბოლო დროს ყველას დიდი სამიზნე და ყოველთვის ესე იყო, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ყველას დიდი სამიზნე ეშმაკისთვის არის არა ეკლესია მარტო, არა საქართველო მარტო, არამედ მთლიანად ადამიანი. ადამიანზე მიდის ყველას დიდი ზეწოლა დღეს და ადამიანი უნდა რომ განადგურდეს და ადამიანი კიდე გახსოვთ თიშობელმა რა თხოვა უფალს ბოლოს ხო თხოვეო რაც გინდაო და ყოველი დაბადებული ყოველი ადამიანი შეავედრა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ამის წინას თქვი და ადამიანი თუ რა ძვირფასია ღმერთისთვის გამოჩნდა მაშინ როდესაც ღმერთმა ადამიანური ბუნება შეიმოსა ღმერთი განკაცდა საკმარისია მეტი არგუმენტი არ არის საჭირო იმისთვის თუ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი და აი ამ ადამიანის გადარჩენის მისია შეეწირა წმინდა ამბროსი ხელეე და ყველა ჩვენი წმინდა წინაპარი. ლოცვითა და მეოხებითა მათითა და წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა რომლისათანა მამასაშენის დიდება სული